თქვენი ცხოვრების შესახებ რო წერდეთ წიგნს, რა ჟანრის იქნებოდა თქვენი აზრით? ტრაგიკომედია. რატომ? იმიტომ რომ ორივეა. არა, კარგიც და ცუდიც და უფრო საინტერესოა ეს ცხოვრება. რას დაარქმევდით? ჩემი გზა. თქვენი ცხოვრების შესახებ წიგნს რო წერდეთ, თქვენი აზრით რა ჟანრის იქნებოდა? ალბათ სათავგადასავლო. რას დაარქმევდით? კიბეს. რა საინტერესოა, რატომ? მე მგონი ადამიანის ცხოვრება ძალიან გავს კიბის საფეხურებს. აი ადიხარ ცხოვრების გამოცდილებას იღებ ცხოვრებისგან და მე ვფიქრობ ყველაზე კარგი მასწავლებელი არის თვითონ ცხოვრება. კი ბატონო, აი როგორი ჟანრი იქნებოდა ძირითადად? ძირითადად ალბათ ემიგრანტ ქალებზე. თქვენი ცხოვრების შესახებ წიგნს რო წერდეთ, რა ჟანრის იქნებოდა თქვენი აზრით? ადაპტაცია. რას დაარქმევდით? ადაპტაციას. რატომ? ცხოვრება ეგეთი. აუ, ჟანრი ალბათ დრამა. რატომ? აუ, დრამატულია ზოგადად ცხოვრება და თქვენი ცხოვრება როგორია? ჩემი ცხოვრებას მეტნაკლებად ალბათ დრამა, თუმცა სიხალისეებითაც სავსე რა. მაგრამ მაინც ალბათ უფრო დრამას დავწერდი. აი როგორია თქვენი ცხოვრება იმის მიხედვით როგორი ჟანრის იქნებოდა წიგნი? ჩვეულებრივი? ჩვეულებრივი? მე მგონი არაფრით განსხვავებული არ არის. არ მგონია რომ ჩვეულებრივი ცხოვრება ქონდა. დრამას ავირჩევდი. იმიტომ რომ ზევითქობით დახტის ყოველთვის. ძირითადად დრამა, ანუ არა, ძირითადად დრამა არ არის, მაგრამ დრამებიც არის და არც არის დრამა. წიგნს რო წერდეთ თქვენი ცხოვრების შესახებ, თქვენი აზრით რა ჟანრის იქნებოდა? დეტექტივი. ძალიან მიყვარს დეტექტივები და თქვენი ცხოვრება რამდენად მსგავსი ჟანრის არის? არა, ჩემი ცხოვრება არ არის, უფრო მელოდრამა. და სახელზეც ხო ვერ მოიფიქრეთ, აი რა შეიძლებოდა რომ თქვენი წიგნის სახელი ქონოდა? სხვათა შორის წიგნის დაწერას ვაპირებ. და დავწერდი მემუარებს, ნატალიას მემუარები. შენიერია, წარმატებას გისურვებთ, მადლობა. თქვენი ცხოვრების შესახებ წიგნს რო წერდეთ, რა ჟანრის იქნებოდა თქვენი აზრით? ხოლო სიყვარულზე. თქვენი ცხოვრების შესახებ რომ წერდეთ წიგნს, თქვენი აზრით რა ჟანრის იქნებოდა? კომედია. დრამატულიც, მხიარულიც, ასე ვთქვათ, ყველაფერი იქნებოდა ერთად. თქვენი ცხოვრების შესახებ წიგნს რო წერდეთ, რა ჟანრის იქნებოდა? ისტორიული, რა თქმა უნდა. საინტერესოა, რა? ძალიან. იმიტომ რომ ისტორია არის ქართველი ერის წარსული და მომავალიც, რომელიც უნდა დავიცვათ და აუცილებლად უნდა იცოდეს მსოფლიომ ჩვენ შესახებ და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ ისტორიული წიგნების გადარჩენაზე, რაც მტერმა გადაწვა, გაგვიოხრა და ჩვენ მაინც შევძელით და აქამდე მოვიტანთ. ძალიან ცხოვრება თავგადასავალია. კარგი და ცუდი დღეებით რა. ესე კონკრეტულის გამოყოფა არ შემიძლია. ჩემი ყოველი დღე არის შანსი, რომ მქონდეს ახალი და წარმატებული დღე. ან წარუმატებელი, მაგრამ ორივესთვის ვარ მადლობელი ღმერთისთვის. წარმატებული ჯობია. ჯობია, მაგრამ წარუმატებელი ხანდახან საჭიროა, რომ დააფასო ის წარმატებულობა რა. თქვენ ცხოვრებაზე რო წერდეთ წიგნს, რა ჟანრის იქნებოდა და რატომ? აუცილებლად მხიარული. რატომ? იმიტომ რომ ბუნებით ოპტიმისტი ვარ. აი რას დაარქმევდით, ხო არ გიფიქრეთ? რას დავარქმევდი, ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ რა ვიცი. აი დაახლოებით. ერთი ჩვეულებრივი ადამიანის თავგადასავალი, რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა.